და მთავარი კითხვაა, სად იყო სახელმწიფო 11 დღე, 11 კრიტიკული დღე, 11 სასიცოცხლო დღე, სიკვდილის 11 დღე. რატომ იქამდე არ მივიდა პოლიცია, რას ელოდა? ხომ არავისა და არაფერს დალოდებიან, როდესაც აი ზუსტად იმავე დღეებში, იმავე მაშველებით მიუხვდნენ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აბგან სადიკოვს, გამოათრიეს და გააქანეს აზერბაიჯანში. 12 აპრილს, ზობის ღამეს. გამოევლოთ უკანა გზაზე იმავე მაშველებითა და იმავე სპეცრაზმით. თუ კი ეშინოდათ, რომ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა და შესულიყვნენ ბერნიკოლოსთან. ან წინა დღეებში ექნათ, ან იმის შემდეგ დღეებში. ეს ამბავი ხომ იცოდნენ. პოლიციაში დაწერილი განცხადების გარეშეც გადასარევად იცოდნენ. 24 საათიან რეჟიმში უსმენენ და უთვალთვალებენ რელიგიურ ჯგუფებს. მაგის მომტკიცებელი საბუთი თვითონ მოგცეს სუსის ფაილების სახით. და არ მითხრეთ, რომ ბერ-ნიკოლოზის მრევლი იყო მაინც და მაინც გამონაკლისი. ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს თვალსაზრისით ყველა სექტა ავტომატურად საფრთხეს ნიშნავს. ყველა ვინც არაა მოქცეული ერთიანი კონტროლირებადი სტრუქტურის ვერტიკალში. მით უმეტეს, როც ღიად უპირისპირდებიან საპატრიარქოს. ამიტომ გონი არაა საჭირო ახსნა, რომ სახელმწიფომ გადასარევად იცოდა, რომ 9 აპრილის შემდეგ ადამიანი არ გამოჩენილა და სიცოცხლის ნიშანწყალი არ მოუწია. და რას აკეთებდა ეს 11 დღეს სახელმწიფო? უკეთეს შემთხვევაში თვალს იბრმავებდა, თითქოს არაფერი იცოდა. უარესში უარეს ელოდებოდა. და კიდევ უარესი ვერსიაც არსებობს, მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე საუბარი.